ბიჭო, რა რამნაში მოგვიხმიანა? შაუქნა აღარ შემოგვიხმიან, არ შემოგვიხმიან. ერთი აგე რა პატარა რა გვინდა ხანდა დეოდორანტი კი არა და დიოდური განათება გჭირდება იმერული ვაიბები წარწერით და ვინ კაი კომპანია თუ ის რაღაცა დავბარტერდეთ ან გადავიხდით კაცო არ გვინდა არაფერი ვიხდით ოღონ კაი დიზაინით და მთელი თემებით რა სადაა ბიჭო ამდენ ხან მართლა კურიერი რა საიდან გამეიძახე კი მაგრამ რა ვერ მოაღწია 1 საათ ნახევარი გამეიძახეთ წვოლტიდან გამევიძახე. მოკლედ დღეს გვექნება წიწილა. არა უცით საათ ნახევარია დაახლოებით რა. საათ ნახევარი არა, მაგრამ არც ბევრი ეგ. რა დიდი სანია. მიდლახეთ. მოვიდა? გვერღირსა. მევიდა? მევიდა რა ვარ. წამოჩემ იზმა წამოდი. უთხარი ოღონ ვიდეოს რო ვიღებ და ხო არ იქნება პრობლემა ვიდეოს გადაღება გვინდა. გაი ისე. ელგო ჩოვართ. ლუკა. სასიამოვნო. იგი. დღეს გვექნება ცოტა არასტანდარტული განხილვა კურიერთან ერთად. ბატონო კურიერო, გაგვიხსენის წიწილა რა. პირველად დავიწყებ. მოკლედ, ტყუილი ვარ გამოგვივიდეს მე. წიწილეს სანდვიჩები ნაჭამი მაქვს. მეც არაერთხელ. და არაერთგზის კურიერო თუ შეიძლება დანას გავხედოთ ცუდად იქნეთ ძალიან. კაი, დავიწყოთ რა. პირველი არის შეფის სანდვიჩი, ქართული სანდვიჩი. შაფრამია, პირდაპირ სახელი რო დავუზახოთ თუ შეიძლება. აი მაგალითად საფირმო რები. ვალერის სანდვიჩი. ეს არის შქმერული სანდვიჩი. აი ეს ძალიან დიდი მადლობა ბატონი ლუკა. ყველს უკაცრავად რა თუ შეიძლება. ბატონ ლუკა ყველს არ მიირთმევს. ამიტომ ეს ყველაფერი ყველის გარეშე გამოვიძახეთ და ცალკე ყველით ვთხოვე რომ ცალკე ყველი მოგვაწოდეთ მეთქი რომ მოვაწუწოთ თქო. ეს სტანდარტულად ფრი და ეს არის შნიცელი. ეს უკვე პლუსია, რა თქმა უნდა, ეს ფიქტიურადაა ჩადებული 2 ცალი, მაგრამ უკვე პლუსია ბატონ ლუკა. ნამდვილად ძალიან ბევრ ობიექტს ეშლება რომ ასე. მაიტა, შენ ობიექტი. პლიზ როჟეჭა. მაიტა, ხელი ეგეცება. მაიტა. შპარაგაკას მე დავიტოვებ. კარგი, განფუთვა გავუკეთოთ. რას სინჯავთ კი? რას სინჯავთ და ქართულ სანდვიჩს. ქართულ სანდვიჩს. ეს თქვენ ბატონ ლუკა. არა. თქვენ საჭესთან. სამუშაო გაქვთ, პატიცემ. არა ვარ მე დაარეჯექტეთ ესეთი ესენი მძღოლები რა. ქათამ გავშინდეთ ცალკე. ხო. ურეს შორის არის ქათამი და რაღაცებია. აი, ესეთი ექსპერტები ყავს ჩვენ სტუდიაში. არა უშავს ბატონო კურიერო მიირთვით. 1 2 დეშ. ოპა. მე არ ჩემ მეორე სამსახური და პირველი რა საქმეა თაბა? პირველი არის პოტენციური. გადათარგმნი ახლა რა თქვა გაფიცებში. პირველი არის პოტენციური. ანუ იქნება სამომავლოდ ეს უგულისხმოთ ხო? ალბათ. აი, კარგია. მოიცა, ახლა გადავიდეთ უკვე დაგემოვნების. ბატონო კურიერო. ბატონო ლადო, თქვენ შეგიძლიათ ყველის соусით მიირთვათ. გამომდინარე იქიდან მე არ ვჭამ ყველის. ყველის როგორ არის? არის ყველის соусის გარეშე. ზოგადად ყველი არ ევასება და არ ჭამს. ხო და მეგონა ევასება. კარგი. კარგით. დავიდე. ეს დარწმუნა ხარ ქართული სანდვიჩი როა? ქართულია ძალიან. წიწაკა უნდა ქონდეს და არა. რა ვიცი. ქართული არა. აბა შეფი. შეფ, ხო. მოკლედ არ ვიცი შეფს რა ქვია, მაგრამ მინდა ვთქვა რომ ნამდვილად კარგი იყო. ჯიგარი ხარ. სტრუქტურულად დავიწყოთ ბატონ ლუკა. მე ძალიან მომეწონა ეს შოთის პურივით პური. ძალიან რბილი არის და შოთის პური არ ქვია, მაგრამ იყოს. კაი, შოთის პური ჩვენ შოთის პური დავარ. აი სტრუქტურა ხო ეგეთი აქვს. სანდვიჩის პური არის ეს. მოკლედ სანდვიჩის პური ჩაბატა იყო ძალიან კარგი. აუ რა. აი შავი პურიც აქვს და ერთი სანდვიჩი შავი პურით უნდა. აი შავი პური და შავი პური მე არ დაიჯერო შავი პური არის შერეული ის რა ქვია. არა,
მაინტერესებს უბრალოდ რანაირი იქნებოდა თორე. შემდეგზე დავაგებ. კაირო იქნება დარწმუნ. ბატონო თქვენ ძალიან ბევრ ობიექტზე და ძალიან ბევრ მისამართზე გიწევთ სიარულ თქვენ სამსახურიდან გამოდიარეთ და ვიღაცა არ გაგნახოს მაგის გოლისთვის. აუ არა მე შევარდიშო. MMA-ში ვარჩევს და ერთი წეხნა სამ შემოვიდოდა, აი სანამ ვაწყობდი სტუდიას, ერთი ისტორია მოყვა. აბა თქვით ელასტიკებიან მაკასმრო შეგიპაჯიათ სახში. ეგ არის სიცრუე, სრული სიცრუე. შენა თქვი გასწორ წყალზე დამპატიჟაო. ეგ არასდროს არ მომხდარა. კარგი. დეტალები არ გვინდა. მიხვედრი მიხვდებოდა. ვის რა მოხდა? რეალურად რა მოხდა? აი არ არ გაინტერესებს. გვაინტერესებს. დეტალებში არ ჩავდივარ. კაი, სენდვიჩზე რო ვილაპარაკოთ. ქათმის ხორცი არის ძალიან ცუდი მომზადებელი რა. იმიტომ შეიძლება ძალიან გამოგიშრეს, ან შეიძლება მიდარჩეს. ეს არის იდეალურად მომზადებული ჩემი აზრით. მე თუ მკითხავთ, პურიც ძალიან ის იყო, გემრიელი იყო, ანუ ხრაშუნა პური რატო არ მოწოს, ესე სტრუქტურულად ვერ ჯდება ხოლმე ეს პური. ცუდი საჭმელია, გერჭობა, ყველა გერჯობა. ხო, თავარია სხვაგან არ დაგეჭოს თუ არა, მაგას არ აუშავს. ან პურიც კარგი იყო, რა ქვია, ქათამიც ძალიან კარგად იყო მომზადებული, შერეულიც კარგად იყო ყველაფერი ერთმანეთში. ისეთი შუალედია დაჭერილი, რომ არც რბილი არ და არც მაგარია. ადგილზე მე ყველაფერს დავაკლებ ერთგულას იმის გამო, რომ ეს მოტანილია და მაინც გზა და რაღაცა რა. მე ვფიქრობ, კარგი 8 ნახევრის იყო, ძალიან უმეწონა რა. მე 9-ასაც დავწერ თავისუფლად. ერთი ქულა აღნიშნოთ აკლება, იმიტომ რომ ეს მაინც მოტანილია და მოტანაში მაინც გინდა არ გინდა რაღაცა. ასოცით მოვიტანე. მომაღლა რო თქვა. ასოცით მოვიტანე. ნელა გეკევ, რომ მე გეჩქარებოდა სან? აბა მე რა. მოკლედ. პირველი სენდვიჩი დიდი ტიჩკა ჩვენგან. კარგია. ახლა 1-2 სიტყვით ვთქვათ რა. შევეხოთ რა, როგორც გავიგეთ ჩვენი სტუმარი ლადო, რომელიც არის MMA-ის ამომავალი ვარსკვლავი, ნოლგზის პოლონეთის და ნოლგზის საქართველოს ჩემპიონი ამ ეტაპზე, მომავალში რაღაცა იქნება. ბრძოლები აქვს 0-0-ზე პროფესიულში, რა თქმა უნდა. ასევე არის პროგრამისტიც. თუ იმეს დაგჭირდეთ რაღაცა პროგრამების წერა, შამაეხმიანეთ ამ კაი კაცს ნომერზე, აკეთებს როგორც პროგრამებს, ისევე პროგრამებს. მაგრამ ისევე აფუჭებს. იმართო ბექენს უკეთებს. გასაგებია? ბექენს. ბექენდი რა არის? ნუ ვინც იცის მოხდება. და ვინც არის ის? ხო, ვებ დეველოპმენტი, ანუ ბექენდი. იქნება ახლა კაცმა ბექენდი არის. ბექენდი გეიგონა არა, შენ ბექენდი თქვი და გეიგონა ბლოუჯობი. ხო, რა გეიგო სახაიმა რომელი? მაგის ისი? მაგასაც გააკეთეს. ლეთ ანაზღაურებიდან გამომდინარე შეთავსებით ყველაფერს გააკეთებს. არა. მართლა თუ ვინმეს რამე დაგჭირდებათ, მიმართეთ ამ კაი კაცს. ფასებზე და რაღაცებზე მე თქვენთან ისაუბრეთ. 1-2 სიტყვით არ შევეხოთ იმას, ეს ყოფილა სპორტის მოყვარული პიროვნება ყოფილა და წყალმოსამგვრალზე რას გვეტყოდით 1-2 სიტყვით. მართალია ხა წავაგეთ ბოლო თამაში. მაგრამ მაგარი ბიჭები ყავს ძალიან რა. სამურალი მომდევნო სეზონში გავა ჩემპიონთა ლიგას. მომდევნო ამ სეზონში ვერა. ამ სეზონში ვერ მოასწრე. იმიტომ მართალია, იმიტომ წვრთნელი შეიცვალა, ფეხბურთელები თითქმის ახალი ძირითადი ბირთვი წავიდა, ახალი ის მოვიდა, კი? მეც გეთანხმ, მომდევნო სეზონში უკვე ჩვენ გავართ. გადავიდეთ საფირმო ვრეპზე. ფასი არ გითქვია მაგის. ის ფასი კიდე 22 ლარი და რაღაც. შეფის სენდვიჩი ღირს 22 ლარი და 80 თუ გავითვალისწინებთ რომ ეს არის ერთი ადამიანის მე პორცია. არაფერს არ ვთვალისწინებ აბსოლუტურად. 22 ლარი და 80 ნებისმიერ სენდვიჩის არის ძალიან ძვირი. არა, ძალიან ძვირი არის. მაგრამ ისიც თქვა, ზოგიერთი სენდვიჩი აი რომ ღირს მაგდენი, მაგრამ შეჭამდა არაფერი ვაფშე. მართალი ხარ, აქ არის პორცია საკმაოდ მოზრდი. ამ სახაური კაცი შეჭამ შორდება. აი, არ ვიცი ხაჯებს შეგორა, მაგრამ ალბათ ერთი 17-18 ლარი რობდეს, რაც დიდი შაურმა ღირს. მე მგონი უფრო მისაღები ფასი იქნებოდა 22 ჯვირი. ფას იმდენად რა ცუც რატო ვერ ვამოფიცი? თვითონ სენდვიჩი რო გავხსნა, იმდენი რაღაცა დევში, რაღაცა დევს რომ რავი, ყველაფერი ხო ფული იღებს რა. დროც ფულია ბატონო ლიკო. ხო. დავიდეთ. თვით და ესეც ვრეპი, ნუ ვრეპიც ღირდა რაღაცა 17 ლარამდე მაგრამ 22 ლარი და 60. 22. ამაზე ვთქვათ რომ რაც არ უნდა შეგნ ოქროს, რომ იდოს მაინც ძვირია.
რეპისთვის რეპი არის შაურმის უშუალო კონკურენტი, ესე რომ ვთქვათ. 22 ლარად, დაჟე 20 ლარად შეჭამ, აი, ხო იცი, რო ეძახიან. ტიტანიკს. ხო, დიდი და ტიტანიკი რო არის რა. ეს შენ იყო შაურმა? ის რა. ჯერ დავაგემოვნოთ დანარჩენ შეფასებაზე ვისაუბროთ მე. შენ რო კაცმა. შე. მე მეუნები, ხო? მიდი. კაი. აი მე დავიწყე და სიმართლე რომ ვიხარ და რეპმა მოლოდინები ვერ გამართლა. სენდვიჩი ბევრად უკეთესი იყო. გულა? ნუ აშკარად წიწა გააკდა. ნუ ახლა წაკა გეოვნების საკითხია, მაგრამ. ნუ რაც არის შევაფასოთ რა. რაც დავამატებით ეგ სხვა საკითხია. ცომს არ ხნდა ისეთი კარგი რომ დავუშვათ როგორც შაურმის ცომს აქვს. შაურმის მაშინ მოდელებს შაურმის სხვა და სხვა. ერთ სიტყვით პირველად ჭამე და სიმართლე რომ ვიტყვი აშკარად სენდვიჩი ჯობია. აი. გულა? შევაფასებდი როგორც 3.6. მართლა ესე ცუდი გულას. ჩვენი კურიერი ძალიან კრიტიკული აღმოჩნდა. მე მგონი terrible კი არა ვერ შეხვა შენ ნაძი იქან რო გამოგიძახეს შენ წამოსალგებად. მე რო თქვა ერთი სიტყვით გემოებზე, ანუ რაც იყო, ახლა შეიძლება ზოგს მეტი ძილა გაუნდა და ზოგს ნაკლები. ჩვენ გავითვალისწინოთ რომ ამას პარმეზანის ყველი გარკვეული მიზეზების გამო არ გავაკეთებინეთ. გემოზე მომეწონა, აი რაც უნდა ითქვას, ქათამი არის ძალიან მაგრად მომზადებული. სულ არაფერი, აი ისეთი რბილი და რაღაცა. მარტო მაგას შეჭამ. მარტო ჩოლებრივად შეჭამ. მე ნუ ფასი ძვირია, ფასის გამო, რადგან 22 ლარი ძალიან ძვირია, მართლა ძალიან ძვირია. რეპ პირდაპირ კონკურენტია შაურმის, ესე რომ სანდვიჩ შაურმას ვერ შეადარებ ნამდვილად. შაურმის კონკურენტია. ანუ რეპი, საშაურმეებშიც იყიდება ჩოლებრივ რეპი. ანუ რეპი განსხვავება არის ის, რომ უფრო შაურმა არის თვითონ რეპია რა. ანუ განსხვავება რა არის რეპში ახლა, ჩემი ახმის. არის უფრო fresh სტილი, არ ტოსტერდება, ცალკე გამომცხვარი ტოსტი აქვს და გამოიყენება ისეთი მასალები, რასაც არ ჭირდება დატოსტერება. მოკლედ, კაროჩი ძალიან წელავ. ძალიან წელავ კი არა, ხსნი თან აინტერესებს ჩემ კარგ მაყურებელს რა. ერთი სიტყვით მე დავწერდი ამ ყველაფერს 7 გულას. კარგი იყო, მომეწონა, გამართული 7-იანი. სენდვიჩთან შედარებით ამაზე მაქვს სასაუბრო კარგიც და ცუდიც. ხო. ცუდი შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს სალათის ფურცელი არის დამპალი. ალბათ გამონაცვალ საათის ფურცელია. ხოჭი, იმაში რომ კუთხეში რო რჩება და არ მხიკავენ ბოლომდე. არ, კაი, ნუ. მაგას დავანებოთ თავი. ფასს ვითვალისწინებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, შაურმის პირდაპირ კონკურენტია და 23 ლარად შაურმა რო იყიდო, გასკდები შუა 3-ს გვეყოფა 23 ლარიანი შაურმა. 3 ლარიანზე იძახი. ხო, 23 ლარიანი. ლარიანი გვეყო. 23 ლარიანი შაურმა. გვეყოფა 3-ს და ნუ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ცუდებში ალბათ შეიძლება ფასი გავიყვანოთ. და გემოსაც შეეხება, ჩემთვის სრულიად მისაღები არის ის, რაც შემოგთავაზა წიწინამ და დავწერ მოდი 7.5 ქულას დავწერ რა. ხო და წინა ვიდეომ ბარე სენდვიჩებს ცოტა გადავხო წინა ვიდეომ. ჰორორ. ზოგი გვიწევდა რომ ორი უსაქმური დამჯდარხათ და რაღაცას ბოდიალოთ გვეთნარიც და ზოგი მე ჯიგრები ხართ. კაი ხალხი ხართ. ახლა რას დაგვიწერენ იცი? 3 უსაქმური დავხარტო. არა, ვიშ 3 უსაქმური და 1 ნახევრად საქმეა. აი, ქართულ სენდვიჩს წინ ჯავთ მოკლედ ამდენ გლიცინის მე გადა. ამას ცოტა რა ისა მოვარდა იმისუნი. მე პირდაპირ ვიტყვი რომ ქართული სენდვიჩი იმენა რაფე მევასება იცი? ჟავე წიწაკის სუნი ამოვარდა იმენა ეგრე. ზუსტად ჟავე წიწაკა აქვს. პროსტა რა არის იცი? ხარი არ არის. გახსნილი იყო. გახსნილი რატო იყო? ეტყო წვენი გადმოვიდა, კაი შე შემოხ. ის იყო რა ქვია, გადმოსული იყო соуსები რა და ცოტა ესა რა. ეგ აი და ეგ, კაი. არა უშავს. ეგ იმის მანიშნებელია რომ соуსები კარგად არ მიცემ. აი ლუკა მიირთვით. ესეც 22 ლარი და 80 цент. ჯო არა, ქათამი არ ენანივა. ქათამი არაფერი არ ენანივა. ძალიან არაესთეტიკური საჭმელია. მაგრამ დაჟე ბურგერზე ცოტა არაესთეტიკური საჭმელია რა რაღაც პონჩი რა. იმიტომ რომ ბიჭაო ეგრე ისხმება ყველაფერი აქეთ იქით.
ეგ მინუსი აქვს ერთი, მაგრამ მინუსი არა ის დააღებინე და ჭამე. არა, მოიცა გავიდეთ მაგამდე, რაღაც მინუსი კი აქვს, მაგრამ ფასტფუდების თემა ეგაა რომ ეგაა რა. ამიტომ თავისი ხიბლი აქვს მაგასაც. მე თუ მკითხავ, ესეც კარგი იყო, მაგრამ პირველი უფრო მომეწონა. პირველი შეფის ბურგერი. შეფის ხო? ანუ ეს მჟავე მანაც წამოიღო გემო რა ქვია პიმპილმაც, მაგრამ ის უფრო მომეწონა. ამასაც რიანს დავუწერთ. კაი იყო ნამდვილად. კი, კაი სენდვიჩია, მაგრამ ციცაკა უხდება. ხო, უბრალოდ ძალიან ბევრი ციცაკა აქვს. ხო შეიძლება ერთი ჩაკვების ჩის დროს მაგალითად ერთ ლუკმაზე 3, 4, 5 ნაჭერი მოდის და ცოტას თუ დააკლებთ, ციცაკას თუ დააკლებთ, вообще მაგარი. მე მეთქვა ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ უხდება? და ცხარე არა არის. არა, ცხარე საერთოდ არა, იმიტომ რომ ჟავე ის ჩავიძე ცხარე ზოგადად არა. დავწერ. ვანახევარს დავწერ ამ სენდვიჩს დავწერ, ვანახევარ ქულას და შეფის სენდვიჩი ჯობია, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ ეს ცუდია. ეგი ვიტკიდო, დამშეული ყოფილა. ამის შეფასება არ არის, საჭირო არ დადოვა არაფერი. შენ უკვე შეჭამდა მე ეგ რა ქვია, ნახევარის არა. ასეა მეგობრებო, თუ ვინმეს ნახავთ რომ მოაქვს და საწყალი თვალებით გიყო ძაღმარო იცი, საწყალი თვალებით გიყო, ჩემი იპატიჟეთ და ერთი ოლუკ მაჭამეთ. ჩემი აზრით ეს სენდვიჩი არის შეფის სენდვიჩზე უკეთესი, იმიტომ რომ აქვს დამატებით ციცაკები, სალათის ფურცლები უფრო მეტადაა და უფრო მეტ არომატს აძლევს. ციცაკა აძლევს უფრო მეტ არომატს? ხო, იმიტომ რომ ცხარე არის. ქართული გემები შემოაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველებს უფრო ცხარე გვიჩვენია. ნუ მე არ მიყვარს ცხარე, ალბათ. კაი, გადავიდეთ. ალბათ შნიცელზე გადავიდეთ, კარტოფილი არ ვარგა პირდაპირ დავიწყოთ. ერთად შემოყვე და ეს ბატონი ვლადიმერისა, ეს თქვენი არის. ეს ლიმონი აუცილებელია? ხო, ეს ლიმონი უხდება სხვადასხვა. მოდი უნდა თქვა რა. არ ვიცი მე ამისგან რას ველოდი. ასკარად რაღაცას ველოდი განსაკუთრებას, დიდი ვერაფერი. ვერაფერი კი საერთოდ არ მეწონა. ეს ნახე ეს ერთმანეთში ერთად როდებს მაინც ჩაიორთ კლაკით ამ ხარე. მინდა არ გინდა არა ჰერმეტული და მაგიტო არის ესე 3 დღის წინანდელს მაგიტო გავს რა, თორე ახალია. გეთახამთ სალათა და ცხენგელი ცალცალკე უნდა იყოს. ანუ ცალცალკე იდეაში კონტეინერში გამოყოფილია, მაგრამ ეს ჰერმეტულობას მაინც ვერ იცავს რა. მე თუ მკითხავ, ანუ ეს როგორც ვიცი, უნდა კნატუნიდეს ამისგანი, ხო? რაღაცა ეგეთი წარმოდგენა მაქვს მე შნიცელზე. ანუ ჩვეულებრივი ქათმის ფილი არის, რომელიც დევს ყველანაირ სენდვიჩი, არაფრით განსაკუთრებული რა. შეიძლება რა არის, იცი? ხო. ნუ დიდი ხანი რო იდო მაგაში ხوار დარბილი. რა მგონია. საფეთქო. რაღაცა მინიმალური კნატუნის ის მაინც უნდა ქონდეს. მოკლედ, ესე ვთქვათ რა, როგორც ქათმის ფილე იდეალურია, ძალიან კარგია, რბილია, არც გაწუხებს, არც იმერეთში იციან, ჩილა ხორციო, ხო იცი? და აფრის გემო არა აქვს. ცოტა ხრაშუნა რო იყოს, უფრო მეტად გარეთ კანი. კაი იქნება. შინცელი არის უფრო ბრტყელი და უფრო დაბრტყელებული. ბრტყელი და კნატუნაც არის, ეგრე ვიცი რა. არ მიჭამია ხო მოგატყო, მაგრამ გადმოცემით შინცელი გიჭამია, ხო რამე? ბევრად უფრო ბრტყელი არის. ბრტყელი გიჭამია, კაი. ერთი სიტყვით, როგორც შნიცელი ამას მე ვერ აგვიქვამ, ესეცა არ მომეწონა, კარტოფილიც ის უფრო კარგი კარტოფილი იყო, ვიდრე ეს, მაგრამ იდეაში ორივე ერთ და იგივეა. ხო. მე დავწერდი ამაში 5-იანს. ლევაშე, ჩემი აზრით ჩაოლებრივი ქათმის ფილი რა. აბა მუსიკაზე არ დაცეი და ხატვა არ იცსა. შინცელი არა ყოველ შემთხვევაში. მე დავწერ 6 ქულას. ბატონო, ცუდ სიტყვები არ შეიძლება. არ შეიძლება, ხო? ხო და შედი. დაღების პროცესი მიდის, დრო გავიდა, სანამ იქ ჩაალაგეს, წამოიღეს რაღაც აქეთ. მინიმუმ 1 საათი ხო გავიდა. არა, მაგაში ვაკლებთ ყველას ერთ ქულას სტანდარტულად. ის და ფასი მაინტერესებს რა ღირდა? 22 და პორცია დიდი. პორცია ყველაფერზე დიდია. ნუ ამაში მე 22-ას არ მიცინდი რა. და გადავდივართ შქმერულზე. რაჭველებო, მოკითხვა? 1-2 სერია ერთად მოგად მოვიმატეთ. თუ ამ დრომდე შემორჩით და თქვენ კიდევ გონიათ რომ ეს პატივცემული კურიერი ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, თქვენ ძალიან შეცდით. კი მართალი. ძალიან ლოგო IQ-ა. საკურიერო მომსახურება. თქვენ სად გაქვთ იქ? მოიცა ერთ საკურიერო მომსახურება გაგვიწია ამ პატივცემულო, მაგრამ ჩვენ ამ პატივცემულს ვიცნობდით. კი. და თქვენ იქ რამდენი გაქვთ? მე ნაცნობებით მუშაობ. აი ხო ეთყობა. იქ რამდენი გაქვთ ნაცნობებით მუშაობ. აი უმაღლესი. რამხელა იქა. რამხელა იქ გონია. IQ. ოპა.
აუ რა კომბოსტოდია შენ. მოკლედ შქმერულზე თქვათ ერთი ორი სიტყვით რა კომპოსტოვანი. რაღაცა იმაში სისხლში რაჭულის შერეული მაქვს ასე რომ აი შქმერული უნდა შევაფასო ეს გათანამოдребული შქმერული ახლა იმედია შეურაცხყოფა არ მიაყენეს ამით რაჭულებს მე მაგალითად პატივს ვერცემ რას იცი ხინკალს ვაკეთებენ რაღაცა იმის ხინკალი ნაღების ხინკალიო და შოკოლადის ხინკალიო აი ძმაო ხალები ამიწევია ნუ რა თქმა უნდა დუშქონს შევადარებ მაგრამ ოდნავ ნაკლები მჟავე კომბოსტო უკეთესი იქნებოდა შქმერულს გემო აშკარად მოაკ რა როგორ გემო იცი არაფერი არ ენანებათ რა აი შქმერული აი კარგად შემწარი რაჭული შოთი რვა იყო და შქმერული აი ზუსტად ერთ-ერთი ეგეთი გემოა რა ძალიან მაგრად დასმული არის პროსტა ცოტა ესტეხავს რა ეს აქ ერთი ამე ხმავი ნუ ქართული სენდვიჩი და შეფის სენდვიჩი ერთი და იგივე იყო მაგრამ ეს უფრო განსხვავებულია არომატი აქვს ნუ რა თქმა უნდა ხა კაი ციცილად რო გააკეთებ იმას უფრო სხვა გემო აქვს მაგრამ მაყვაში ციცილად მაყვაში კაია მაგის ბიჭი ქუთაისში და ცოტა შეცვლილები ვართ თბილისში ვიღებთ აგერ იმას აქვე კონტენტს და წყალტუბოში ერთი წყალტუბოს ღირსშესანიშნავი კერძები ჯევრი და დაგვიგემოვნებია მაგასაც გამოვასწორებთ არხი გამოიწერეთ დროულად გამოიწერეთ ჩვენი არხი ბიჭო მაგი ცუდად იქნება არ გეყაროს რაღაცა დადევიე ხან ამას კი არ მე არ გამიყაროს თუ ამას რას დევიც მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი რადგან ამ პატივცემ პიროვნებამ ჯერ კიდევ არ იცის ჩვენ რას ვაპირებთ 20000-ზე ლუკა უთხარი მივდივართ აზიაში მივდივართ აზიაში და გიჟური თავგადასავლები შენ არ მოდიყარ არასა დუკაჩა თვალეს მაისამდე თუ ავალთ 10000 გამომწერზე ამასაც წევყვანთ ტაილანდში ხო მაისამდე უნდა ვიდეთ 10000 გამომწერზე და ჯამში 20-ზე რო და წავად მე გიგია ეგი ორი არის იგი ბატონი დავითი ბატონი დავით მოკითხო აქიდან თუ ნახე ეს ვიდეო შემეგვეხმიანე კაი დათოს არ გამოუშვებენ ტაილანდში დავით ვინ დავით იც ვიზე საუბარი ვაფშე კი ვიზე დავით ვინ დავით დავითი ქვია რა ის ხარ ამდა გაჭედა ხავა დათ რა იგი გონი თვალი ეს აბა ვინ დავითეო მე გიქნება დავითი აბა ვინ ხო დავითი შეძმაზე არა სოფსაც ქვია დავითი ვისაც უნდა მოკლედ რომ გაიხსენ თანამედროვე რაჭულის ქმერულის გემო გაიხსენოს და მივიდეს ჭამოს ახლა 22 ლარი მაინც ვირი ავჯოს 22 ლარი ძაძვირია ჩემი რა სხვადასხვის 17 ლარი რო გიდეს ეს სენდვიჩი ვაფშე მაგარი ყველა სენდვიჩი არ გამოგვიძახები არის კიდე რაღაც სენდვიჩი რაც დარჩა და საერთოდ საერთოდ ჯამში მე ამ ობიექტს დაუწერდი 8:30-დან 9 ქულას ფიქრობ ეს შემიძლია ერთ-ერთი ამან გააფუჭა თავისუფლად შემიძლია რო დავწერო ძალიან მაგარი იყო ეს სენდვიჩი კარგი იყო დავალაგო სტანდარტის მიხედვით რა შენ რომელი მოგეწონა ლადო მოიცა შენ რა ქულას ლადო ამ სენდვიჩზე არა ზოგადად ობიექტს ზოგადად 9 რამე მაინც შევჯერდით მაინც იმიტომ რომ ფასები იყო ცოტა მაღალი ფასები ცოტა მაღალია ხო როგორც გითხარით ვლადიმერი ნოლძის საქართველოს ჩემპიონი არის აპირებდა კარიერის დაწყებას და -1-ის ევროპის -1 ევროპა აპირებდა ვალი გაქ ერთი ჩემპიონი კარიერის დაწყებას აპირებდა მაშინ მოდეს და დროებით გადადო ექსიმართია რასო კაი მოიცა სანამ გააგრძელებდე ჩვენ გვაქვს ეგეთი რუბრიკა რომ გადაცემის ბოლოს ლუკა გვაძლევს ერთ ქოუჩურ რჩევას დღეს რა იქნება თქვენი რჩევა ასე უცებ რას მოულოდნელი იყო მე ვიფიქრე მოდი ამ ერთხელ თქვენ ვითხარით მოკლედ ეს ერთი რჩევა მინდა მოგცეთ ჩემო კაი ხალხო შეცდომის გან თავის დაცვის ყველაზე კარგი გზა არის სწორი გადაწყვეტილების მიღება no shit თქვენი სიტყვები არის ბატონო გიგი კი მაგრამ მარტო ენა დამასწრო ასეთ სერიოზულ განწყობაზე დგემ შვიდობებით ეს მაგ ერთი რჩევა აბა ბოლოს აბა მე მაგ ერთი რჩევა აბა ვიტყოდი თავის შორს დაიჭირეთ ინსტაგრამისგან ტიკტოკისგან და უკეთესი ცხოვრება იქნებათ აჰა ეს ნამდვილად ჭიარი იყო გამოიწერეთ ჩვენი არხი დროებით მარტო YouTube-ს